როგორც თქვენ თქვით, ორი ვარიანტი არის სიგრძის მომატება და გარშემოწერილობის მომატება. სიგრძის მომატება მედიკამენტით არ ხდება ნამდვილად. არის რაღაცა რთული ოპერაციული ჩარევები, რომლებიც ფაქტიურად არსად არ გამოიყენება მსოფლიოში, უროლოგიურ ლიტერატურაში, წიგნებში გვაქვს, ანუ ვიცით, რომ ამის გაკეთება შეიძლება, მაგრამ ისეთი და იმდენი გართულება ქონდა, რომ რუტინულ პრაქტიკაში არავის არ აქვს მსოფლიოში. ანუ ჩავთვალოთ, რომ სიგრძეში მომატება რეალურად არც მედიკამენტით, არც ქირურგიულად არ ხდება. ერთადერთი ოპერაცია, რომელიც ასე ვთქვათ, ოპტიკური ილუზია არის, ასოს-საკიდი იოგების გადაჭრა, რომლებიც ვიზუალურად თითქოს უფრო გრძელი ჩანს ასოს, სინამდვილეში ამხელაც იყო იმხელა არის, უბრალოდ იმიტომ რომ იოგებზე ჩამოკიდებული აღარ არის, ვიზუალურად ჩანს უფრო დიდი. ეს არის ერთადერთი ჩარევა. გარშემოწერილობას რაც შეეხება, აქაც იყო ბევრი ეხაც არის ძალიან ბევრი მეთოდი, შედარებით რთული ქირურგიული ჩარევები, რომელიც ასევე არაა პოპულარული, იყო იმპლანტები სილიკონის, რომლებიც დღემდე არის, მაგრამ გართულებების რიცხვის გამო, ფიბროზის გამო, რომელიც მე დამატებით პრობლემას იწვევს, დღესდღეობით პოპულარული არ არის. არის პოპულარული ეგრეთ წოდებული ფილერები. ცხიმითაც, საკუთარი ცხიმითაც კი ავსებენ ხოლმე, იმიტომ რომ რეალურად სინთეტურ ფილერებს და საკუთარ ცხიმსაც დაახლოებით ერთნაირი ისე აქვს, რომ რაღაც პერიოდი რჩება კანქვეშ და მერე იწოვება. სინთეტურ ფილერებს უფრო დიდი ხანი აქვს ეს, ცხიმი ძალიან მალე იწოვება რეალურად. და დღესდღეობით ვისაც უნდა გარშემოწერილობის გაზრდა, ალბათ ჯობია ფილერით გაკეთდეს, თუმცა უნდა იცოდნენ, რომ რაღაც თვეში 6 თვიდან დავიწყოთ, ალბათ ვიღაცას ვისაც გაუმართლებს უფრო გვიან გაიწოვება, მაგრამ საშუალო ვადა არის ეს, რომ თუ მათ იციან, რომ გაიკეთებენ ესე რაღაც პერიოდში ერთხელ ფილერს, მაშინ პრობლემა არ არის, გარშემოწერილობის გაზრდა საკმაოდ შეიძლება, იმიტომ რომ კანქვეშა ცხიმი ასოზე საკმაოდ წელვადია კანიც, დიდი სივრცე არის ამ კანქვეშა ცხიმის და ბევრი ფილერის ჩატევა შეიძლება, რაც გარშემოწერილობას საკმაოდ ზრდის. ეს გელები, კრემები, მაზები ასე. გელები, კრემები, მაზები არაფერს არ აკეთებს აბსოლუტურად. ანუ ეს არის აფერისტობა. თაღლითობა. უფრო მძიმე მუხლი რა. ხო, იმიტომ რომ ხშირად ხდებიან ისე ვისაუბრეთ დაწყების წინ, რომ ონლაინ ძალიან ხშირად არის ესეთი მექანიზმები, სკამები, ქართულად თაღლითობა. ხო, რომ ანუ ხდება ყიდვა, თითქოს რაღაც რეკლამა არის, მე გამოიწერთ, მოგივათ წამალი, არაფერი რეალურად ეფექტი რო არ ექნება, ვერც მოიძიებთ საერთოდ საიდან გამოიწერთ.